მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider, ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მნიშვნელოვანი სიახლეებით. ამ კუთხით მართლაც გუშინდელი დღე განსაკუთრებით დატვირთული იყო, არა მარტო გუშინდელი დღე, არამედ მთელი წინა პერიოდი გასული კვირა-კვირის ბოლოსაც ჩვენ ვნახეთ შესანიშნავი სიახლე უგულისხმობ ამ შემთხვევაში ბათუმის კუნძულის ნაწილს, თუმცა ამ ყველაფერს ჩვენ დაწვრილებით მივყვებით. მანამდე გუშინ ასევე ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ფულად გზავნილებთან დაკავშირებით და ჯამში ნახეთ ციფრები თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.1% არის გაზრდილი. საინტერესო ამ კუთხის სტატისტიკა, ჯამში ეს მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 792 მილიონ ლარს და ასევე საინტერესოა, რომ წილი, ასე ვთქვათ, ამ პროცენტული მაჩვენებელი 45%-ამდე პრაქტიკულად 44.87 პრაქტიკულად მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე. ჯამში ჩვენ თუ ვუყურებთ ფულადი გზავნილების მოცულობა ამ კუთხით სტაბილური ან მზარდი ტენდენციით ხასიათდება. რატო ამახვილებ ყურადღებას ამ ნაწილში, როდესაც ხშირად საუბარია ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებულ გარკვეული ტიპის ტურბულენციაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ რეალური საფუძველი ამის არ არსებობს, ანუ ეგრეთ წოდებული ფუნდამენტური ფაქტორები. ჩვენ ვნახეთ ინვესტიციების პოზიტიური მაჩვენებელი, ჩვენ ვნახეთ ექსპორტის ამ შემთხვევაში სარეკორდო მაჩვენებლები, სამომავლოდ შემოდინებები ტურიზმიდან, ექსპორტიდან გვაქვს მაღალი ნაწილი ამ შემთხვევაში. ისევე როგორც ჩვენ ვხედავთ მაღალ შემოსავლებს ტურიზმის ნაწილში და აგერ ვხედავთ განახლებულ ინფორმაციას ამ შემთხვევაში გადმორიცხვებთან დაკავშირებით, ფულად გზავნილებთან დაკავშირებით, ანუ ჯამში 4-ვე ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსზე მოქმედებს, არის პოზიტიური. შესაბამისად ეს ნიშნავს ძალიან მარტივ რამეს, რომ ამ კუთხით კურსს არანაირი რისკი სხვა თანაბარ პირობებში კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ეკონომისტებისთვის საყვარელ ამ ტერმინს, ამ პირობებში ეროვნული ვალუტის კურსს არაფერი არ ემუქრება. თუმცა არსებობს გარე ფაქტორების ზემოქმედება და ამ კუთხით ცხადია ვითარება ახლო აღმოსავლეთში არის საკითხი, რომელიც მსოფლიოს განსაკუთრებულად აღელვებს და მათ შორის ცხადია ჩვენს კიდევ ერთხელ ვხედავთ ძალიან ცხარე დისკუსიას ომის კვალ, რომელიც არის დაკავშირებული სწორედ ნავთობის ფასთან, შესაბამისად მის გავლენაზე სხვადასხვა საქონელსთან მომსახურებაზე, ჯამში გლობალური ინფლაციის რისკებზე. მოკლედ ვითარება, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ კუთხით მთლიანობაში, როდესაც ინფლაციაზე ვლაპარაკობთ, ხოლმე აუცილებლად მინდა აღვნიშნო ასევე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში თვითკმარობა სხვა ტიპის პროდუქტთან დაკავშირებით, ვინაიდან როგორც არაერთხელ ჩვენს გადაცემაში აღვნიშნე, ხშირად ინფლაციის მაჩვენებლები შედგება და უპირატესად შედგება 3 ნაწილისგან. ეს არის ადგილობრივი ინფლაცია, იმპორტირებული და შერეული. ცხადია, როდესაც ადგილობრივი ინფლაციაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში საუბარია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რაოდენობა და ჯამში რამდენად ქვეყანა თვითკმარია ამ კუთხით. ცხადია, როცა ამ ნაწილზე ვლაპარაკობთ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციას და სწორედ სოფლის მეურნეობის ჭრილზე მინდა ვისაუბრო დღეს პირველ რიგში და მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ ღონისძიებას. გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც გაიმართა გალთენ თაგართის კვლევის საფუძველზე. სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი იქნა წარმოდგენილი გალთენ თაგართის მიერ. საქართველოში პირველად შეიქმნა ინსტრუმენტი, რომელიც წლიდან წლამდე სოფლის მეურნეობის დარგის მდგომარეობას შეაფასებს, განსაზღვრავს პროგრესს, გამოავლენს გამოწვევებს, რომელთაც ცხადია შესაბამის პასუხი სჭირდება. სექტორის განვითარების შეფასების ეს ინდექსი 3 ძირითად ინდიკატორზე დაყრდნობით შეიქმნა: პროდუქტიულობა, ფასების სტაბილურობა და ინვესტიციები. სექტორის განვითარების მიმართულებით ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის შეფასება. ცხადია ამ კუთხით სოფლის მეურნეობის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრიორიტეტულია საქართველოს მთავრობისთვის და ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის ასეთი დეტალური შეფასება და ასეთი სიღრმისეული ანალიზი, როგორც ამას ჩვენ გალთენ თაგართი გვთავაზობს და შემოგთავაზა სწორედ გუშინდელ ინდექსის პრეზენტაციის ნაწილში, პრაქტიკულად არ გვაქვს. სხვათა შორის გალთენ თაგართის კვლევა საკმაოდ ყოვლისმომცველი და ვრცელი ნაწილია, რომელსაც ჩვენ დღესაც ანალიტიკური მართულებით, თუმცა შემდგომ გადაცემებშიც
აუცილებლად შემოთავაზოთ, მათ შორის გალთენ თაგართის და სხვა ბიზნეს სექტორის ჩართულობით, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში არიან წარმოდგენილები. თუმცა კვლავ მინდა დაუბრუნდე გუშინდელ ღონისძიებას და მნიშვნელოვანია რომ მოვისმინოთ შეფასებები ამ კუთხით, შეიძლება პირველი ნაწილი. სოფლის მეურნეობა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და რეგიონული განვითარების ამოძრავებელი ძალაა. სახელმწიფოს მიდგომა ამ სექტორის მიმართ არის მტკიცე და თანმიმდევრული. ჩვენ მიზანია დავეხმაროთ სოფლის მოდერნიზაციაში, მათ შორის ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დასაგეგმად ზუსტი ანალიტიკა არის, რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. 2025 წელს ჩვენი კვების პროდუქტების ბაზარმა 21,9 მილიარდ ლარს მიაღწია. 2019 წლის შემდეგ ეს მოცულობა თითქმის გაორმაგებულია, ხოლო არსებული ტენდენციით 2030 წლისთვის 30 მილიარდიან ბაზარს ველოდებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა მზარდ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით უპასუხოთ. დღეს ხორცის, რძის პროდუქტებისა და მარცვლეულის მიმართულებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული იმპორტზე. მთავარ გამოწვევად რჩება მიწების ფრაგმენტაცია, ტექნოლოგიების სიმწირე და დაბალი პროდუქტიულობა. ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე სახელმწიფო ბიზნესის მთავარი პარტნიორია. აგროკრედიტების სუბსიდირების პროგრამამ უკვე გამოიღო ხელშესახების შედეგი 2018 წლის შემდეგ სექტორის თლიანი გამოშვება თითქმის გაორმაგდა. თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ცალკე უნდა გამოვყოთ ექსპორტის მიმართულება. დღეს საგარეო გაყიდვები 4,9 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი ციფრია, თუმცა რეალობა ისაა, რომ ექსპორტი ძირითადად რამდენიმე პროდუქტს აღწევს. სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ მაღალ მხარჯულუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება. ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სტაბილურობის და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია. გლობალური ეკონომიკური ტენდენციებიდან გამომდინარე, აგრობიზნესი არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, არამედ იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასაქმების ზრდაში, სოფლად განვითარების გაძლიერებასა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სწორედ ამიტომ აგრარული დარგის მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, განვითარდა გადამამუშავებელი და სამაცივრო ინფრასტრუქტურა და გაიზარდა ინვესტიციების სექტორში. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე მიუთითებს ექსპორტის სტრუქტურაში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებებიც, რაც გულისხმობს ახალი საექსპორტო ბაზრების და სასაქონლო პოზიციების გაჩენას. საქართველოში აგროპროდუქციის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შინამეურნეობებში იწარმოება, სადაც პროდუქტიულობა ჩამორჩება თანამედროვე კომერციულ წარმოებას. პროდუქტიულობის ზრდა კი შეუძლებელია ტექნოლოგიების და შესაბამისი ცოდნის გარეშე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბიზნესის უფრო აქტიურ ჩართულობას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და წარმოების ეფექტიანობას. ჩვენი მიზანია ქართული პროდუქტი კონკურენტუნარიანი გახდეს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და მის გარდაქმნას თანამედროვე, ინოვაციურ და მაღალი პროდუქტიულობის სექტორად. დიახ, მართლაც მნიშვნელოვანი აქცენტები მოვისმინეთ ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ისევე როგორც შემდგომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავდა მათ შორის გამოწვევებზე, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორშია. ცხადია, მიწების დანაწევრების საკითხის მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ წელში და ასევე პრემიერი საუბრობს როგორ ხედავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მომავალს, მათ შორის საექსპორტო ბაზრების მიმართულებით და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის აქცენტები, ვინაიდან სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულებმა, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისე ცხადია ბიზნეს კომპანიებმა მნიშვნელოვანია იცოდნენ ხედვა სახელმწიფოს ამ შემთხვევაში და ხედავთ როგორი ძლიერია სახელმწიფოს ხედვა ამ ნაწილში, საექსპორტო პოტენციალზე აქცენტირება, ანუ არა მხოლოდ ის, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია გამოიყენებოდეს როგორც ადგილზე იმპორტის ჩანაცვლების კომპონენტად, არამედ აქცენტი გავაკეთოთ საექსპორტო ბაზრებზე, ამ კუთხით ხედავთ სახელმწიფოს ხელშეწყობას. ბევრი საინტერესო მიმართულება იყო, რომელზეც საუბრობდა ასევე ბატონი დავით სონღულაშვილი, მინისტრი, ასევე მინისტრი აკეთებდა აქცენტს სხვა ტიპის მიმართულებაზე, სამაცივრო მიმართულების ნაწილზე, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს, ფიზიკურ პირებს განსაკუთრებით აწუხებთ ამ ნაწილში და ხედავთ სახელმწიფოს ხელშეწყობას ასევე ამ მიმართულებით. თუმცა, კიდევ ერთხელ, როდესაც პრემიერ-მინისტრი, მინისტრი სონღულაშვილი ამ შემთხვევაში საუბრობენ სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდენციებზე, მნიშვნელოვანია
აუცილებლად ხაზი გაუსვათ ერთ დეტალს, რომ ბიზნესის აქტიური ჩართულობის გარეშე ცხადია მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება ამ კუთხით და გალთენთაგარდ შეხვედრაც ამიტომ იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ფაქტიურად მე არ ვიცი ამ სფეროში მოქმედი ბიზნეს კომპანია, რომელიც ამ შეხვედრაზე არ იყო წარმოდგენილი და აი ამ დიალოგში და აი ამ დისკუსიაში არ იყო ჩართული და ცხადია საბანკო სექტორს აქვს განსაკუთრებული როლი. ის თუ როგორ იქნება საბანკო სექტორის ჩართულობა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ნაწილში, ის თუ რამდენად საინტერესო იქნება საბანკო სექტორისთვის სოფლის მეურნეობის მიმართულება, ვინაიდან რესურსების მოზიდვას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ კუთხით მართლაც გამორჩეულია საქართველოს ბანკი და გამოსვლის დროსაც საქართველოს ბანკის ხელმძღვანელმა გენერალურმა დირექტორმა ბატონმა არჩილ გაჩილაძემ გაამახვილა ყურადღება საქართველოს ბანკის როლზე სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის მიმართულებით და აღნიშნა, რომ მართლაც ძალიან აქტიურია და რეალობაც ასეთია, რასაც ჩვენ ვაფასებთ და უყურებთ არსებულ ვითარებას, ძალიან აქტიურია საქართველოს ბანკის როლი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ბატონი არჩილის შეფასება. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ ინდუსტრიაში მოქმედ პირებს, ბიზნესებს ხარში დაუდგეთ და ვეთანამშრომლოთ იმისთვის, რომ განავითარონ და გააფართოვონ საკუთარი წარმოება. სოფლის მეურნეობაში მართლაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პოზიტიური ძვრები არის და ამას სჭირდება კიდევ უფრო განვითარება და ასე ვთქვათ ამ ტრაექტორიაზე სვლის გაგრძელება. ჩვენი როლი ამ მიმართულებით იქნება, რომ გავაგრძელებთ ანალიტიკის დამუშავებას და წარდგენას საზოგადოებისადმი და ამ სექტორში მოღვაწე ყველა ბიზნესისათვის და სახელმწიფოსთვის, ვინაიდან ესეთი ტიპის ანალიტიკა მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის. დიახ, მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის კიდევ უფრო ცლად ვიცნობდეთ დარგში არსებულ ტენდენციებს, აღნიშნავდა ბატონი არჩილი, მართლაც ბიზნესის ჭრილში ბატონ არჩილს შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა ამ კუთხით, შესანიშნავი აქცენტებით ვრცელ ნაწილში, სადაც კიდევ ერთხელ ძალიან კარგად იყო დანახული ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობაში გვაქვს და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ კუთხით საბანკო სექტორის ჩართულობა და კიდევ ერთხელ საქართველოს ბანკი მაგალითია ამ კუთხით თუ როგორ უნდა იყოს საფინანსო სექტორი ჩართული დარგის განვითარების ნაწილში, ისე რომ ცხადია ყველა მხარისთვის ეს იყოს მომგებელი. როცა ჩვენ ხედავთ სახელმწიფოს ასეთ დაინტერესებას და ასეთ ჩართულობას, როცა ჩვენ ხედავთ საბანკო სექტორის, საქართველოს ბანკის ასეთი ტიპის მონდომებას და ფართო ხედვას სექტორის განვითარების მიმართულებით, ცხადია ნებისმიერი ინვესტორის თუ სექტორი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება. მე როგორც აღვნიშნე, ჩვენ ბიზნეს ინსაიდერის შემდგომ გადაცემებშიც აუცილებლად გალთენთაგარდის ამ მართლაც შესანიშნავ კვლევას აუცილებლად მიმოვიხილავთ უფრო ცლად, მათ შორის გალთენთაგარდის წარმომადგენლების ჩართულობით, თუმცა გუშინდელი პრეზენტაციიდან ჩვენ დღეს მცირე მიმოხილვისთვის რამოდენიმე ნაწილი და რამოდენიმე დიაგრამა გამოვარჩიეთ, რისი ჩვენებაც გვინდა, რომ კიდევ უფრო სრულყოფილად შევიქმნათ წარმოდგენა როგორც გუშინდელ საკმაოდ საინტერესო შეღრმავ კვლევაზე, ისე ჯამში დარგში არსებულ ვითარებაზე. და ახლა ვეცდებით სწორედ ეს ნაწილი გავაანალიზოთ. პირველი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ ვხედავთ ვითარებას საქართველოში საკვები პროდუქტების ბაზრის დინამიკასთან დაკავშირებით და ვხედავთ თუ როგორ იზრდება საქართველოში საკვები პროდუქტების ბაზრის დინამიკა. ჯამში 2025 წელზე თუ ჩვენ საუბრობთ, 2025 წელს გვაქვს 21 მილიარდზე მეტი, ანუ 21,5-21 მილიარდ ნახევარი ლარის ჯამური მოცულობა, თუმცა აქ საინტერესოა თუ როგორ ნაწილდება 21 მილიარდ ნახევარი ლარი ამ შემთხვევაში, რომელიც გვაქვს, სადაც ვითარება არის შემდეგი. ადგილობრივ წარმოებაზე მოდის 16,2 მილიარდი და იმპორტირებულ ნაწილზე მოდის 5,3 მილიარდი. ამ ჭრილში, აი თუ ჩვენ ადგილობრივი მოთხოვნის ნაწილს შევხედავთ მთლიანობაში, სწორედ საკვები პროდუქტების წარმოების ჭრილში ვითარების ბალანსი ერთგვარად შეიძლება ითქვას, რომ არ არის კრიტიკული, ანუ მაინც და მაინც იმპორტზე დამოკიდებული. ამ ნაწილში, აი ამ საერთო სურათში, თუმცა ცხადია, მთელი რიგი დეტალიზაცია ჩვენ დაგვჭირდება.
და აუცილებლად მინდა შევხედოთ ასევე საგარეო მოთხოვნის ნაწილში თუ რა პოტენციალი გვაქვს ამ შემთხვევაში და როგორ ხდებოდა 2025 წელს ექსპორტის ჭრილი, ასე ვთქვათ, როგორ იყო გაძლიერებული ექსპორტის ნაწილი, სადაც ჩვენ ხედავთ 4.5 მილიარდს, რომელიც აქვს საკუთარ პროდუქტების ბაზარს, ასე ვთქვათ, საგარეო მოთხოვნიდან გამომდინარე პოტენციალი, ანუ საექსპორტო პოტენციალი. მთლიანობაში თუ შევხედავთ, საკმაოდ საინტერესოა ვითარება, რაც თავარია, დინამიურია ეს ნაწილი, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, ჩვენ, როდესაც საუბრობთ და გვაქვს შეფასება სწრაფად მზარდი, აუცილებელია ვუპასუხოთ შესაბამისი დინამიკით. ანუ კიდევ ერთხელ ამ ნაწილში ჩანს, რომ პოტენციალი მაღალია, შესაბამისად ჩართულობა სახელმწიფოს და კერძო სექტორის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ნახოთ შემდგომი დიაგრამა, სადაც ჩვენ უკვე შევხედავთ კიდევ უფრო დეტალურ ვითარებას უფრო ფართო ჭრილში, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ არა მხოლოდ 20-25 წელს არსებულ ტენდენციაზე, არამედ შევხედავთ ვითარებას 2019-2025 წლებში და საკმაოდ საინტერესო დაკვირვება გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ბაზარი გაორმაგდა. ანუ ვითარება, რომელიც ჰქონდა ჩვენ აი ამ წლების განმავლობაში, ანუ გაორმაგების ტენდენცია ჰქონდა ჯამურად, ეს შეფასება გვაქვს, მაგრამ აქვე საინტერესოა პროგნოზი, რომელიც გვაქვს 30 მილიარდამდე ზრდის მოლოდინი აქვს გალთენ ტაგარს. ანუ ის ზრდა, რომელზეც ჩვენ წინა დიაგრამის შემთხვევაში განვითარებულობთ, რომ სწრაფად მზარდია ეს ნაწილი, დასტურდება სწორედ პროგნოზირების მაჩვენებლიდან გამომდინარე, თუმცა აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ ტენდენციას მივაქციოთ ყურადღება, ძირითადი აქცენტი არის სწორედ გადამუშავებული პროდუქტების მოხმარების ჭრილში. ხო, თუმცა ხედავთ და როცა ვსაუბრობთ ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულებაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ სწორედ პროგნოზს და ცხადია, როცა ვსაუბრობთ პროგნოზს და როცა ვსაუბრობთ ჩვენ კონკრეტულ ციფრებზე, ამ შემთხვევაში კონკრეტული ციფრები ადასტურებს დარგის მიმზიდველობას და დარგში ჩართულობის სურვილს, როგორც ინვესტორების მხრიდან კიდევ ერთხელ ისე სახელმწიფოს მხარდაჭერით წრილში. მოდით დეტალურად შევხედოთ ახლა ვითარებას, რომელიც დიაგრამით აი ამ ნაწილზე ჩვენ გვაქვს, სადაც დაყოფილია უკვე ვითარება როგორც აგროპროდუქტების ჭრილში, ისე გადამუშავებული პროდუქტების ნაწილში. აქ რამოდენიმე საინტერესო აქცენტია, რომელზეც ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ. აი მაგალითად თუ შევხედავთ ამ ზრდის ტენდენციას უკვე 2018 წლიდან 2025 წლამდე ეს ვითარება ჩანს ყველა მიმართულებით ზრდის ჭრილს და აქვე შევხედოთ სწორედ აი ამ პროგნოზს, რომელიც არის ამ შემთხვევაში 2030 წლისთვის, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ 8.5 მილიარდის ზრდის ტენდენციაზე 2025 წელთან შედარებით. აი რა ციფრების მაჩვენებელზე ვსაუბრობთ და კიდევ ერთხელ ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, გადამუშავებული პროდუქტების ჭრილში აქ არის განსაკუთრებით ესეთი მაღალი მაჩვენებელი. და აქვე საინტერესოა აუცილებლად ტენდენცია, რომელიც დაკავშირებულია მოხმარების ნაწილში იმპორტის ჭრილთან და ადგილობრივი წარმოების შეფარდებასთან. 27% როგორც ჩვენ ვხედავთ ამ შემთხვევაში არის 2025 წლის მაჩვენებელი, ანუ საერთო ჯამში ეს არის 27% და თუ ჩვენ შევხედავთ 2030 წლის ტენდენციას, აქ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ საუბრობთ ციფრობრივ მაჩვენებელზე 8 მილიარდის ფარგლებში. ცხადია კიდევ ერთხელ საკმაოდ სიღრმისეულია ანალიზი ამ შემთხვევაში, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაჩვენებს მთელ დინამიკას და იმ პირველ დაშვებას, როდესაც ჩვენ აღვნიშნეთ, როგორც გალთის შეფასებაში ამ შემთხვევაში წარმოდგენილი, რომ არის სწრაფად მზარდი ეს მიმართულება. თუ შეიძლება შემდგომი დიაგრამა, სადაც ჩვენ შევხედავთ ძირითადი აგროპროდუქტების მოხმარების ნაწილს, ანუ უკვე აქცენტირებულად აგროპროდუქტებზე ვისაუბრებთ ამ შემთხვევაში, სადაც საუბარია ამ შემთხვევაში 6.4 მილიარდზე, ჯამში მინდა ყურადღება მივაქციოთ ამ შემთხვევაში ჯამური მოხმარების ნაწილს 6.4 მილიარდი, სადაც იმპორტის ნაწილი არის 2.8, ხოლო ექსპორტის ნაწილი 3 მილიარდის ფარგლებში. ისევე როგორც გავყვეთ დეტალურად პროდუქტების ჭრილში, ვინაიდან ცხადია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ აგროპროდუქტებზე, ალბათ მოსახლეობის დიდ ნაწილს აინტერესებს სწორედ სად ვართ ამ შემთხვევაში ცალკეულ პროდუქტებთან მიმართებაში, სად გვაქვს უფრო წარმოების ადგილობრივი წარმოების მეტი შესაძლებლობა, სად გვაქვს სისუსტეები, რომელიც ამ ვითარებიდანაც ჩანს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ერთ მნიშვნელოვან ტენდენციაზე, რომელიც შეეხება ფასების პოლიტიკას მთლიანობაში, აქ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ფასების პოლიტიკის განსაზღვრაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ადგილობრივი წარმოების განვითარების ტენდენცია. აი თუ ჩვენ დავაკვირდებით ხორცის ტენდენციის
ნაწილს ამ შემთხვევაში მოხმარების მაჩვენებელს ხედავთ, საიდანაც ხედავთ, რომ ძირითად შემთხვევაში არის ამ შემთხვევაში იმპორტის ნაწილი წარმოდგენილი და დავაკვირდეთ თუაშ დიაგნოზმა საერთო მოხმარების თითქმის ნახევრამდე ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იმპორტირებულ ჭრილზე. რძის პროდუქტების ნაწილის შემთხვევაშიც ხედავთ იმპორტის მაჩვენებელს, თუმცა ამ შემთხვევაში არ არის ასე ვთქვათ იმდენად მაღალი იმპორტის მაჩვენებელი, როგორც ეს ხორცის პროდუქტების შემთხვევაში იყო, ხორცის შემთხვევაში იყო, სადაც ნახევარზე მეტის მაჩვენებელი იყო. ბოსტნეული და მარცვლეული შემთხვევაში, აქაც იმპორტის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია საერთო მოხმარების ჭრილში, რაც შეეხება ხილის და თხილის შემთხვევას, აქ ამ შემთხვევაში ადგილობრივი წარმოება შეიძლება ითქვას საკმაოდ კარგად უკვლავდება საერთო მოხმარების ნაწილს, ხოლო ამ შემთხვევაში უკვე ალკოჰოლის ნაწილი, ანუ ღვინოების შემთხვევაზეა, აქ ხედავთ, რომ პირიქით საექსპორტო პოტენციალის ჭრილს შევხედავთ, აქ ყველაზე უფრო დინამიური მაჩვენებელი ხო მთლიანობაში თუ ჩვენ მივყვებით აი ამ პროდუქტების ნაწილს, ხედავთ, რომ ხილი და თხილის შემთხვევაშია ექსპორტის ნაწილი მაღალი და განსაკუთრებით მაღალი ამ შემთხვევაში ღვინოების ნაწილია ძირითადად, რომელიც არის წარმოდგენილი. ცხადია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლებლობებზე, გამოწვევებზე, აუცილებელია სრულად შევხედოთ, ანუ უფრო მიგნებებს და საკმაოდ საინტერესო მიგნებები ქონდა ამ კუთხით გაათენთ აგარც ჩვენ ნახეთ რამოდენიმე საინტერესო დაკვირვება და რამოდენიმე საინტერესო ტენდენცია ამასთან დაკავშირებით, თუ შეიძლება შემდგომი დიაგრამა, სადაც ჩვენ შეჯამების სახით შევხედავთ უკვე სოფლის განვითარების მთავარ ამოცანებს და მთავარ გამოწვევებს, რა თქმა უნდა, პროდუქტიულობის და დივერსიფიცირება. ეს არის ის, რომელი მიმართულებები ჩვენ განსაკუთრებულად გვჭირდება და მოდით შევხედოთ მთავარ გამოწვევებს, რომელიც პრობლემურია ამ შემთხვევაში. დაბალი კორპორატიზაცია, ცოდნა და მონაცემების ნაწილი, ეს გალთის შეფასებები, რომელიც გვაქვს, დაბალი ტექნოლოგიურობა, მელიორაციის პრობლემა და გარკვეულწილად კრიზისული მენეჯმენტის მართვა, ვფიქრობ, ყველა ის საკითხია, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს, თუმცა ვხედავთ, რომ აი აქ ფაქტიურად არც ერთი გამოწვევა არ არის, რომელთან მიმართებაშიც სახელმწიფო ახლა არ მოქმედებს. ანუ შესაძლებელია ცალკე მიმართულების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, მაგრამ არ არსებობს არც ერთი გამოწვევა, რომელთან მიმართებაშიც სახელმწიფოს არ აქვს კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის პრემიერმა გაამახვილა სწორედ ყურადღება რამოდენიმე მიმართულებაზე, ისევე როგორც შემდგომ სოფლის მეურნეობის მინისტრი საუბრობდა ამ გამოწვევებთან დაკავშირებულ სახელმწიფოს პასუხებს. ცხადია, მნიშვნელოვანია გამოწვევების იდენტიფიცირება, ეს სწორედ არის იმისთვის, რათა რესურსები და საკმაოდ დიდი რესურსები, საკმაოდ სოლიდური რესურსები, რომელსაც სახელმწიფო მიმართავს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით, საკმარისად სწორად იქნას და აქცენტირებულად იქნას ათვისებული და აქვე აუცილებლად მინდა შევხედოთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც გვაქვს წარმოდგენილი გალთენ თაგარქის მიერ, ეს არის ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება და ვხედავთ ჩვენ საექსპორტო ბაზრების სრულიად ახალ შესაძლებლობებს, ვიცით რომ 2 მილიარდზე მეტ მომხმარებელთან საქართველოს შეუძლია თავისუფალი ვაჭრობა და ეს არის სწორედ ხელისუფლების ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის შედეგი, როდესაც ჩვენ გვაქვს ცდომა 2 მილიარდ მომხმარებელზე მეტ ბაზრებზე და ამავდროულად საქართველოს მუშაობს მართლაც შეუჩერებლად იმ კუთხით, რომ ახალი საექსპორტო ბაზრები იქნას ათვისებული, თავისუფალი ვაჭრობის ახალი ხელშეკრულებები იქნას გაფორმებული, რაც რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობის პროდუქციას დამატებით შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ ნახეთ ძალიან მზარდი ტენდენცია, როცა ვსაუბრობთ მაგალითად ღვინოსთან დაკავშირებით, ნახეთ ძალიან მზარდი ტენდენცია თუნდაც ჩინეთის ბაზართან დაკავშირებით. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩინეთთან სწორედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა, სულად ახალი დინამიკა მისცა ამ და ახალი შესაძლებლობა გააჩინა სწორედ სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის ამ კუთხით. ლოგისტიკის განვითარება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა ამ კუთხით, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ლოგისტიკურ ნაწილზე, საერთოდ სოფლის მეურნეობის მინისტრი ამახვილებდა ამ ნაწილზე ყურადღებას, თუ რამდენია გაკეთებული და რამდენად კიდევ შესაძლებელია, რომ მეტად იყოს ჩართული. საერთოდ ჯამში ეს ყველაფერი სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკის ნაწილია და კიდევ ერთხელ მიზნობრიობა აქ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ანუ სწორი გამოწვევების საპასუხოდ, სწორი განვითარების საპასუხოდ და ჩვენ ნახეთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ძალიან სწორი მიზნობრივი პროექტი, რომელსაც კონკრეტული შედეგები მოგვიტანა, მათ შორის ის, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ იმპორტის წილი არც თუ მაღალია, ვთქვათ, ამ ნაწილში, ხომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული შედეგები მივიღეთ მთელი რიგი მიმართულებებით, რომელიც მანამდე საკმაოდ აქტიურად იყო განხორციელებული. იმპორტის ჩანაცვლება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი საკითხია ამ კუთხით, ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან ბუნებრივია საექსპორტო აქცენტირება და ექსპორტზე ორიენტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგრამ პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმპორტის ჩანაცვლებაზე მაქსიმალურად, რაც კიდევ ერთხელ ფასების ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულება. მოკლედ ეს შეჯამება შეიძლება ითქვას გალთენთ თაგართის ძალიან ვრცელი, ძალიან სრულყოფილი, ძალიან კარგად აქცენტირებული კვლევის და კიდევ ერთხელ ჩვენ ამ ნაწილს აუცილებლად გავშლით, გაცილებით უფრო ვრცლად სხვადასხვა ჭრილში, სხვადასხვა მიმართულებით, ისევე როგორც გვეყოლება წარმომადგენლები ბიზნესიდან, რომლებიც შეაფასებენ ცხადია სწორედ კვლევის მიგნებებსაც და კიდევ ერთხელ რაც თავარია ჩვენ გვაქვს ინდექსი, რომელიც შეიმუშავა გალთენთ თაგართმა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ ინდექსი მოგცემს საშუალებას, რომ დინამიკაში დავაკვირდეთ ვითარებას. მადლობთ გადავხადო გალთ სოფლის პროგრამის განვითარების ინდექსის ფორმირებისთვის, რაც ჩვენთვის, ანალიტიკოსებისთვის, მიუხედველებისთვის, ჟურნალისტებისთვის ძალიან კარგი ბარომეტრია დინამიკაში დავინახოთ ვითარება. გადავინაცვლოთ შემდეგ თემაზე, თემა რომელიც შეეხება უკვე განსაკუთრებულად დიდ უმნიშვნელოვანეს და ჩვენი მხრიდან არაერთხელ აღნიშნულ სავიზიტო ბარათ პროექტს საქართველოსთვის, მთლიანად რეგიონისთვის საუბარი შეეხება ამბასადორის კუნძულს, სწორედ უმნიშვნელოვანესი პრეზენტაცია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბათუმში, ამბასადორის კუნძულზე პირველი თაუერის საძირკველში სიმბოლური კაფსულის განთავსების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მონაწილეობდა და გამოვიდა სიტყვის სწორედ ამ ღონისძიებაზე, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ბუნებრივია იყო ჩართული სრულად. ამ ნაწილში საპროექტო არეალზე გაიმართა ასევე აღმოსავლეთ ნახევარკუნძულის ტერიტორიის 21 ჰექტარის ექსპლუატაციაში მიღების ფაქტის აღსანიშნავი ღონისძიება. კიდევ ერთხელ აღინიშნოს, ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ პრაქტიკულად ამბასადორის კუნძულის სულ მზადყოფნაშია მსხვილი ეკონომიკური პროექტების მასპინძლობისათვის. მართლაც ფანტასტიკური შედეგები ვიხილეთ ჩვენ უკვე კონკრეტული ჩვენი თვალით დანახული კონკრეტული შედეგები, ეს არ არის მხოლოდ რენდერები, შეიძლება ასე ითქვას, ეს არის კონკრეტული შედეგები, კონკრეტული ცოცხალი ვიზუალი და მართლაც ის, რომ საქართველოს შეუძლია მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და მართლაც განსაკუთრებული კომპლიმენტები ბათუმის კუნძულის მენეჯმენტს, ხელმძღვანელობას, დამფუძნებელს, პრობლემებს ასეთი სწორად ამბიციური გეგმის განხორციელებისათვის, რომელიც მართლაც სავიზიტო ბარათია ჩვენი ქვეყნისთვის. მოვისმინოთ შეფასებები ამ ნაწილში. ეს ინიციატივა არის ნამდვილად უპრეცედენტო მასშტაბის სხვაში 84 ჰექტარი ტერიტორიის ფორმირება არის რა თქმა უნდა ურთულესი საინჟინრო გამოწვევა. და დღეს უკვე ხედავთ, რომ მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი არის შესრულებული და 48 ჰექტარი მიწა უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელებაც კი არის შესაძლებელი და აბსოლუტურად რეალური. ჩვენთვის ძალიან ღირებულია ბუნებრივი ამ პროექტის ეკონომიკური განზომილება, მხოლოდ პირველი ცათამბჯენის შენებლობაში 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. კუნძულის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადი შევა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ახალი კუნძულის ტერიტორიის 59% დაეთმობა რეკრეაციულ ზონებს. სამუშაოები მიმდინარეობს სოფლიოში წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო და ურბანული გეგმარების კომპანიების, მათ შორის ბრიტანული არუბის უშუალო ჩართულობით, რაც ჭკვიანი ქალაქის და მდგრადი განვითარების პრინციპების უმაღლეს დონეზე დაცვას უზრუნველყოფს. პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, რომ ამხელა შედეგის მოდენა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალის და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას. დღევანდელი დღე სწორედ ასეთი წარმატებული თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია. მე მინდა მადლობა გადავხადო ამბასადორი ჯგუფს, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაშია ჩართული. მადლობა
არქიტექტორებს, ინჟინერებს, მშენებლებს და ყველა სპეციალისტს, ვისი ყოველდღიური შრომითაც ხორციელდება ეს პროექტი. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ამ პროექტის სული შემდგოს ბატონ ბუბა ხებურიას, მადლობა თქვენ ამ ნამდვილად უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის. ჩვენ 2029 წელს უკვე ვიხილავთ დასრულებულ პირველ ცათამბჯენს. ეს იქნება განვითარების და პროგრესის ახალი სიმბოლო, რომელიც ბათუმს და ზოგადად საქართველოს კიდევ უფრო მყარად დაუმკვიდრებს ადგილს სოფლიოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გესურვებთ ძალიან დიდი წარმატებებს. დიახ, მართლაც, როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველოს სრულიად ახალ პოზიციას დაუმკვიდრებს სოფლიოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე. კიდევ ერთხელ ასეთი პროექტები და ქვეყნის მიერ და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ უზრუნველყოფილი გრძელვადიანი მშვიდობის პოლიტიკა საქართველოს კიდევ უფრო, სულ უფრო შეიძლება ასე ითქვას, მნიშვნელოვან, საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად ადგილად აქცევს სოფლიოში როგორც საინვესტიციო კუთხით, ისე ამ შემთხვევაში ტურისტული დანიშნულების მიმართულებით და ამ კუთხით პრემიერის აქცენტები მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცხადია, პროექტი შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვინაიდან პროექტს აქვს საოცრად დიდი ეკონომიკური ეფექტი, ისევე როგორც პროექტის შესახებ ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა. თქვენ შეგვიძლია ჩვენ რომ ეს შეფასებებიც ვნახოთ. აქვს პატივი საფუძველი ჩაუყაროთ პირველ ცათამბჯენს ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე, რომელიც ახალი ბათუმის ერთ-ერთი სიმბოლო გახდება. ტრადიციულად შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ იმ სიკეთეებზე, თუ რა მოაქვს 200 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარის რეგიონისთვის. შეიქმნება ასობით ახალი სამუშაო ადგილი, უნიკალური არქიტექტურა და ახალი მიზიდულობის ცენტრი. თუმცა ყოველივე ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რადგან კომპანია თავის მხრივ ხშირად საუბრობს ამ პროექტის ღირებულებებზე, ისევე როგორც სიკეთეებზე. ცხადია ისიც, რომ ამბასადორი Island ბათუმის პროექტი არის ახალი სიტყვა საქართველოს მშენებლობისა და არქიტექტურის ისტორიაში, რადგან პროექტის დასრულების შემდგომ ჩვენ ქვეყანას 84 ჰექტარზე განთავსებული 2 ხელოვნური ნახევარკუნძული და 1 ხელოვნური კუნძული შეემატება, რომლის ნახევარით რეკრეაციული ზონა იქნება. ჩვენს გამოსვლაში მე მსურს, რომ უფრო მეტად აქცენტი გავაკეთო იმ ხედვასა და გეგმაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით გვაქვს და იმ მდგომარეობაზე, რამაც განაპირობა უშუალოდ ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო პროექტების მოზიდვა და განვითარება, ისევე როგორც ალტერნატივოდ და უპრეცედენტოდ დიდი და მზარდი ინვესტიციების მოზიდვა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია ქართულმა ოცნებამ და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ და ტურბულენტულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა. ამ ფორმულის ქვაკუთხედია სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფა, რომელიც ემყარება რეგიონალურ თანამშრომლობასა და კეთილმეზობლობის ხედვას. ფაქტია, რომ რეგიონში მიმდინარე ომები არამხოლოდ უსაფრთხოების რისკებს ქმნის, არამედ გამოწვევას წარმოადგენს გლობალური ეკონომიკისთვის. ამ ფონზე ერთადერთ სწორ გზად გვესახება მშვიდობის ტოტალური დაცვა. საერთო ინტერესებზე აგებული თანამშრომლობა და სამშვიდობო პოლიტიკის უპირატესობების დემონსტრირება. ეს პოლიტიკა ბადებს ნდობას. ეს ნდობა გაამყარა ხელისუფლების მეტექობამ. მტკიცე დაიცვა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები. საქართველო ნათლად აჩვენებს თავის პოლიტიკას და განაგრძობს იყოს საიმედო პარტნიორი. საქართველოს ეკონომიკის ზრდა და განვითარება ჩვენს მიერ წარმოებული და აღწერილი პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ინვესტორები ხედავენ ჩვენს რეგიონალურ უპირატესობებს, ხელისუფლების სიმტკიცეს და ენდობიან შექმნილ ბიზნეს გარემოს. ვიღებთ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას, რომელსაც გრძელვადიანი ხედვა და სტრატეგია გააჩნია. პროექტი, რომლის განვითარების მორიგ გამორჩეულ ეტაპსაც დღეს ვიწყებთ, ყველაფერი ზემოთქმულის მკაფიო მაგალითია. ქვეყნის მიმზიდველობა განაპირობებს მსგავს პროექტებს. მსგავსი პროექტების განვითარება კი ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას.
სწორედ ესაა თანამშრომლობის ფორმულა, რომელიც მშვიდობის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, როცა ყველა მოგებულია და შეთანხმება ყველასთვის ხელსაყრელია. სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ფილოსოფია, ჩვენი მექალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა. ეს არის ჩვენი საზრუნავი, რომელიც ყოველთვის გვახსოვს და რაც არის ჩვენი მთავრობის მთავარი განსაზღვრელი. ზრუნვა ჩვენს ხალხზე, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე და ზრუნვა ჩვენს ხვალინდელ დღეზე. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება უკვე აქტიურ ფაზაშია. შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნება თანამედროვე მაღალი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელი, კომერციული და მოსასვენებელ სივრცეებს. მინდა მადლობა გადაუხადო პროექტის ინიციატორებს, დამფუძნებელს კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებებს. დიახ, მართლაც გარდა წმინდა საცხოვრებელი კომერციული კომპონენტებისა, ჩვენ ვნახეთ, რომ შეფასებებში როგორი დიდი ყურადღება დაეთმო რეკრეაციული სივრცეების ნაწილსაც და ის რაც ხშირად გვაკლია ხოლმე ჩვენ დღეს სამშენებლო დეველოპერული კომპანიების მხრიდან ჩვენ ვხედავთ ბათუმის კუნძულის კონცეფციას, რომელიც ამ კუთხით მართლაც გამორჩეულია და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმის კუნძულის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ძალიან აქტიურ კამპანიას ამბასადორის კუნძულის თემაზე ჩვენ მართლაც ვნახეთ ფაქტიურად ისეთი ძალიან პოზიტიური კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება ასე ვთქვას, არა ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი სწორედ ის შესაძლებლობები, რომელიც კუნძული აძლევს საშუალებას ინვესტორებს და ამ კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ მართლაც ამბასადორი კუნძულის მართლაც უმნიშვნელოვანესი ელჩია შეიძლება ასე ვთქვას, ბატონი გოჩა კამკია, ხელმძღვანელი კომპანიის ამ შემთხვევაში და ბატონ გოჩას მართლაც საუკეთესოდ შეუძლია კუნძულის, რომელიცაც არსებობს ბუნებაში პოზიტიურ მხარეებზე საუბარი და ძალიან ზედმიწევნით იცნობს პროექტის ყველა დეტალს. ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში ბატონ გოჩას მოусმინოთ. მე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და ჩვენ გვინდა გავაჟღეროთ კიდევ ერთი გზავნილი, რომ ბათუმის კუნძული ეს არის კონცეფციური უძრავი ქონების განვითარება, რაც მომავალი თაობების წინაშე შეიცავს გზავნილს, რომ ჩვენი თაობა დაკავებული იყო ძალიან შთამბეჭდავი იდეებით, ძალიან შთამბეჭდავი მიზნებით და ჩვენ დანარჩენ მსოფლიოში უკვე ბიზნესი და სახელმწიფო ერთად ვცდილობდით იმაზე, რომ შეგვექმნა განსხვავებები. და სწორედ ეს ერთ-ერთი უდიდესი განსხვავება არის ამბასადორი აილენდი, რომლის კაფსულის ცერემონიაც გვაქვს დღეს. დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება მართლაც და როგორც ბატონი გენერალური დირექტორი ბატონი გოჩა საუბრობს, მართლაც ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ და არ მომწყიდება ამის გამეორება არის ჩვენი ქვეყნის და რეგიონის სავიზიტო ბარათი შეიძლება ასე ითქვას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენ ბიზნეს ინსაიდერში არაერთხელ ვისაუბრებთ. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით და აი ამ პოზიტიურ ნოტაზე დასრულებულია. ეკონომიკის და ბიზნესის სხვა დანარჩენ სიახლეებს თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერში. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.